წარუდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს. 2025 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.3%-ით, შესაბამისად 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.3%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაღწევო საქმიანობა, ასევე ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, კლების ტენდენცია გამოვლინდა ძირითადად ორ სექტორში, ეს გახლავთ მშენებლობა და ენერგეტიკა. ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი, ხოლო 1%-ით გაიზარდა იმპორტი. ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6200-მდე ახალი საწარმო, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდა შეინიშნებოდა როგორც შეზღუდული პასუხისგებლობის ორგანიზაციებში, ისე ინდმეწარმეების მიმართულებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინდმეწარმეები იგულისხმება ამ შემთხვევაში. 8.7%-ით არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს, დარგობრივ ჭრილში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT მიმართულებით კონსულტაციების გაწევა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის ზრდა. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, როგორიცაა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება, გაზრდილია ასევე არალითონური, მინერალური პროდუქტების და ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოების მაჩვენებლები. გაზრდილია მინერალური სასუქების წარმოების მოცულობაც, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 67%-ით გაიზარდა მინერალური სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი, ზრდა ძირითადად ესპანეთის მიმართულებაზე მოდის. გაზრდილია ასევე ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტიც, დაახლოებით 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა ივნისში. რაც შეეხება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს, ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი, ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. გაზრდილია ასევე საწვავით, საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ფარმაცევტული პროდუქციით საცალო ვაჭრობის მაჩვენებლები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 7%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 11%-ით არის გაზრდილი, რამაც რასაკვირველია დადებითი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ვაჭრობის სექტორზე, არამედ ზოგადად ეკონომიკურ ზრდაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც კლება ძირითადად დაკავშირებული იყო გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის მოცულობის
შემცირებასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შეინიშნებოდა კლების ტენდენციები ამ მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდანაც, რომ დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ენერგეტიკის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ჰიდროელექტროსადგურების გამოუშვების მოცულობის შემცირებასთან, აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 11.8%-ით არის შემცირებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.